მესამე ღამე ღიაცის ქვეშ თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ. მრავალშვილიან ოჯახებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მიმართ ოცნების მთავრობა გულგრილია. ნაწილს გამოსახლება არ აკმარეს და რეჟიმის სასამართლომ მათ ჯარიმებით დააკისრა. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ნუცა გისმენთ. დიახ გიორგი, უკვე მესამე ღამეა, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ღიაცის ქვეშ დარჩენილი ადამიანები ათენებენ და ყველანაირი დახმარების გარეშე არიან დარჩენილები. ისინი აცხადებენ, რომ არ აქვთ არანაირი იმედი და მოლოდინი, რომ დედაქალაქის მერია და კახი კალაძე რაიმეს შესთავაზებს მათ და შეეცდება მათ დახმარებას. ეს კი მისი განცხადებებიდან გამომდინარეობს, როგორც თვალჭრელიძის მაცხოვრებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, კალაძემ აშკარა არის, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა ამ ადამიანების მიმართ და პრაქტიკულად ბედის ანაბარა დატოვა ღიაცის ქვეშ. ეს ადამიანები ამბობენ, რომ სახლები, რომელიც უკვე დაანგრიეს, მათი ერთადერთი თავშესაფარი იყო და ერთადერთი ადგილი, სადაც ღამის გათენება შეეძლოთ. ახლა კი წასასვლელი მათ არსად აქვთ. თვალჭრელიძის ქუჩაზე გარეთ მათი ნივთები ამ დრომდე არის გამოტანილი. ეს ადამიანები არიან მესამე ღამეა, როგორც უკვე გითხარით, მათ ყოფილ საცხოვრებელთან გუშინ დილიდან აქ ნგრევა მიმდინარეობდა. ჯერჯერობით ამ დროისთვის ნგრევა არ არის დაწყებული, თუმცა ელოდებიან, რომ დარჩენილი კორპუსების ნაწილის ნგრევა დაიწყება ცოტა ხანში. ამ დრომდე არ გამოჩენილა არც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი. Black-Sea Property არის ინვესტორი კომპანია, რომლის მფლობელობაშიც არის ეს კერძო ტერიტორია და რომელსაც წესით კომპენსაცია უნდა შეეთავაზებინა ამ ადამიანებისთვის, ან რაიმე სახით დახმარებოდა მათ, თუმცა როგორც ჩვენთან საუბრისას ეს ადამიანები ამბობენ, არც კომპანიის წარმომადგენლები, არც დედაქალაქის მერია ამ დრომდე მათთან არ გამოჩენილა და არანაირი დახმარება არ შეუთავაზებია. მთელი დღე ვარ აქ, ღამე მივდივარ იმისთვის, რომ ჩემი თემს უყარავო რაღაცა წვალებით საღიწლის განმავლობაში, წვალებით რაც მაქვს ნაყიდი, ელემენტარული ეს ტექნიკა რაც არის არეცხის მანქანა-მაცევარია თუ რაღაცა ყარავო, ისეც არაფერსაც არ ვკვირდები, ან ქირაო კი მითხრეს, მაგრამ არ ვიცი ეს როდის იქნება. აი როდის დაკვაკმაყოფილებენ ამ ქირითაც ეგეც არ ვიცი. არავინ არ მოსულა, არავინ არ დაგვლაპარაკებია, მხოლოდ ინფორმაციით კახი კალაძის ინტერვიუებს იძლევა და ბუსმენ გული მიკვდება, არაფრის იმედი აღარ მრჩება მისი საუბრის მერე. ბავშვები უბრალოდ ზოგი ნათესავებთან, ზოგი მართლა კეთილმა ხალხმა სრული გამოთქვა, ზოგმა ქვემოფონი ჭალაში ფართები დაუთმეს, რომ ბავშვები მაინც მოსვენებული იყვნენ. ახლა ჩემი 4 წლის შვილი 24-ში გამოსახლების დღეს კი ჩანდა კადრებში, ხელებში კი ნაღამ ჩამაკლის ბავშვი, ისეთი დასტრესულია, ისეთი ერიძინებს ბავშვი. და სახლში ვერ მივდივარ, რომ ბავშვები დავამშვიდოთ, თუ რაღაცა 1 საათით იქ სადაც არიან ბავშვები შეკედლებული დავიქცევი ბავშვებს დაველაპარაკები, რომ ვარ სახეზე ტელეფონში მიყურებენ ბავშვები. აქ კიდე ვერ მომყავს ამ თაკარამზეზე ახლა ისედაც გუშინ დღეს ჯერჯერობით არ არის დაწყებული ნგრევა. გუშინ ნგრევა მიმდინარეობდა, აი აქ არ ჩანდა არაფერი ისეთი კორიენტი. სუნთქვა შეუძლებელი იყო. კახი კალაძემ ერთხელ გამოვიდა ზუსტად 24 რიცხვში თქვა, რომ პასუხისმგებლობა სულად მოიხსნა, არ არიან თბილისის მოქალაქეები და სულ 9 ოჯახიო და უარი განაცხადეს, რომ არც იმ 9 ოჯახთან მოსულ როგორც კომპანია Black-Sea Property-ს წარმომადგენელთან კომუნიკაციისას გაირკვა, არ არსებობს დოკუმენტაცია. ყოველ შემთხვევაში ამ კომპანიის წარმომადგენელს არ უჩვენებია ეს დოკუმენტაცია არც თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებისათვის და არც ჟურნალისტებისთვის, რომ აღნიშნული კორპუსები, რომლის ნაწილიც უკვე დაანგრიეს, მეოთხე ხარისხის ავარიული იყო და თითქოს სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც დაატოვებინეს სპეცრაზმის დახმარებით საცხოვრებელი მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, ლტოლვილებს და ეს დოკუმენტი ამ დრომდე არ უნახავთ არც მედიის წარმომადგენლებს, არც იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ღიაცის ქვეშ არიან დარჩენილები. გავრცელებული ინფორმაციით ამ ადგილას, სადაც კორპუსების ნაწილი უკვე დაანგრიეს, იგეგმება 7 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება კომპლექსი, რომლის გენერალური გეგმაც უკვე დამტკიცებული არის თბილისის საკრებულოში.
ოფიციალური განცხადება კერძო კომპანიას, რომლის მფლობელობაშიც არის აღნიშნული ტერიტორია, ამ დრომდე ამ ინფორმაციაზეც არ გაუკეთებია.